მოგესალმებით არხის ნომრებო, მეგობრებო. ეხლა დაგათვალიერებინებთ ჩემ ციმბიდიუმებს. 9 დეკემბერს რო შევნიშნე საყვავილეები, ნახეთ უკვე როგორი მტევნებია. ჩემთან პირველად ხდება ციმბიდიუმის ყვავილობა და საერთოდ არ ვიცი როგორ უნდა ყოფილიყო და პირველად რომ მოვიდა აი ესეთი პატარა ვიფიქრე ალბათ ერთი ყვავილი ექნება თქვენ, მაგრამ მე ნელ-ნელა ყოველდღიურად ოდნავ შესამჩნევად იზრდებოდა და მარტში უკვე ჩქარა დაიწყო წამოღება. აი, ესე იგი ამ ციმბიდიუმს აქვს ორი საყვავილე, ესე ქონდა რომ ვიყიდე მაშინაც. და ორი საყვავილე აქვს. ოღონდ საყვავილეზე აი ესეთი პატარა აი 1 2 3 4 5 6 7 8 9 ესენი ყვავილები იქნება ალბათ. მე როგორ წავა ეს სიგრძეში წავა თუ დაბლა წამოვა თუ სიმაღლეში. მე ვნახავთ კიდევ განახებთ. ამას ქონდა, ეხლა იმიტომ დავემახსოვრე ამას, რომ ზუსტად იმას იმ პერიოდში რო ვიყიდე როგორც ქონდა, ისე მიბაძა და ისე ყვავის. ხო და ამას ქონდა მარტო ყავისფერი ყვავილები და მეორეს ქონდა ყვავისფერი და ყვითელი ერთად. აი ამას. და ამას მარტო მოყავისფრო ყვავილები და ამას ყავისფერი და ყვითლები. და ამას ვერც შევნიშნე, აი ერთი საყვავილე ხო აქვს, აი ერთი საყვავილე, ეს მეორე და როცა უკვე ახლა სიგრძეში დაიწყო ამან სწრაფად წამოსვლა, შევნიშნე, რომ აი კიდე ქონია შიგნით და კიდე ქონია 4. 4 აქვს რა. 4 აქვს ამას და ეს არის ის ციმბიდიუმი, რომელსაც აქვს ერთ ღეროზე მწვანე, მეორეზე ყავისფერი. პედვის დროს ძალიან ლამაზი იყო და ეხლაც ალბათ ძალიან ლამაზად აყვავდება. ესე იგი, სახლის პირობებში შესაძლებელი ყოფილა მეგობრებო, ტემპერატურის ცვალებადობა. ხალხისგან ვიცოდი, რომ დგას ასე მწვანე ბუჩქიო და მე შევნატროდი ხოლმე ნეტა ვარ გამიფუჭდეს და იყოს არაუშავს მწვანე ბუჩქი მეთქი და დედა როგორ გამიხარდა, რომ შევნიშნე, საერთოდ რო არ ველოდებოდი, რომ მე ავაყვავებდი ციმბიდიუმებს. თან ეს ყვავილი ჩემი საყვარელი ყვავილია, რადგან ესე შევძელი. ეხლა ძვირი სიამოვნებაა ჩვენთან ციმბიდიუმები და თან ეხლა დიდი ადგილიც ხო სჭირდება ამას და მე ისევ უნდა მივამატო გადავწყვიტე ციმბიდიუმები, რადგან სხვა ყვავილებთან ძალიან უწვალო ფანელოფსისებთან მაგალითად. რომ არის ძალიან მაგრად რომ აქ ეს ფანელოფსისი მიხარია, ერთი მქონდა სალათისფერი და მე ის მაღაზიაში იყო სასუქი რაღაც აგრიკოლაო თუ რაღაც მე ვნახავ ზუსტად არ შემეშალოს და იმას ვიტყვი და ის ძალიან მცირე რაოდენობით დავასხე და всё გაყვით და მოკვდა აღარ არსებობს. არც ის და დანარჩენი 4 ფანელოფსისიც და კამბრიების და ყველაფერი. არ ვიცი რატომ არ მოსწონთ ჩემ ყვავილებს ეგ სასუქები, აი აქ ერთი ქალბატონი ყიდის ხოლმე და იმისგან უკვე მეორედ მოვიტანე და ესე გამიფუჭდა მე. ხალხი რომ აქებს მე ცხელი წამსდება ხოლმე. თორე ქარხნილი რო არის ფორტე, მაგალითად მგონი ფორტეა. ქარხნილი როა იმეებით არ მეფუჭდება დღესაც დავასხე. სასუქები, ეს სასუქის დასხმის გარეშე ყვავის არ ვიტყუები, ტყუილები რასაც ჭიროა, მაგრამ მართლაც ის ზარმაცირობა ვერ ვასხავ რა ვიცი. ხო და დღეს კი დავასხე ამას. აი ესე აყვავდა, მაგრამ რა უნდა თქვა, რისი შესაძლებლობა, იცი, აი აქ არის ფანჯრები, კარები და რო შევქნათ ჩვენს ოთახშიც ამას ტემპერატურის ცვალებადობა, შეგვიძლია გავაყოთ. მე ძალიან ხშირად მიყვარს კარების განიავება. დილით რო წამლენ ხოლმე ოჯახის წევრები,
ვაყებ სახლიდან რომ მივდივარ ხოლმე ყოველთვის ვაყებ ზამთარში ყოველ დღე რო გავდივარ ყოველ დღე ვაღებ და ვტოვებ ღია ფანჯრებს და რომ მოვდივარ ვხურავ მაშინ ეს ჩემ ფანელაფსისებს არ მოსწონთ მაგრამ ეს რა ფანელაფსისებით სასუქების გამო გამიბუჯდა უკვე 4 წელი მქონდა და შეგვებული იყვნენ ისინი ესეთ განიავებებს და არ ფუჭდებოდნენ და ეხლა ციმბიდიუმს ეს ეწყობა მოეწონა როგორც ჩანს და აი ესე კოხტად ყვავის უკვე ალბათ მალე გაყვავდება ჩემი ციმბიდიუმი და რაღა დამრჩენია მიყვარს ციმბიდიუმები და შევიძენ ხოლმე როცა მოიტანენ აქაც ერთი ძიმე არის უკვე აყვავებული აი ეს ვარდისფერი ციმბიდიუმი მინდოდა გადამეღო სანამ ჩაიშლებოდა მაგრამ ეს არ გადამირგია ესენი გადარგულებია ეს არ გადამირგია და ესეც ესე აყვავდება აყვავდება ყვავის აყვავებული არის და ამას აქვს ძალიან ბევრი ბულბები ძალიან ძიმია ხელშიც ვერ ვიჭერ მე ამას მოვაჭრი ესენი როცა გახმება ძალიან გვიან ვაჭრი ხოლმე და კონდეს მგონია რომ იკვებება ამებით ეს და აი ესეთი ლამაზია ჩემი ციმბიდიუმი ძიმია მეგობრებო ძალიან მაღლა და ვერ ჩამოვს ძალიან მაღლა კი არა უბრალოდ ძალიან ძიმია მაპატიეთ რა არეულდარეულად ვლაპარაკობ ავად ვიყავი და დღეს ცოტა დავდივარ საქმიანობ და ბარემ გადავიღო მეთქი სულ არ ჩაიშალოს ჩემი ციმბიდიუმი ვაჩვენო მეგობრებს ვისაც ციმბიდიუმი გიყვართ აი მაგალითი იმისა რომ ძალიან ისეთი მცოდნე ვარ და всё ჩემი ხელიდან რა აღარ გამოდის ყვავილების შესახებ სულაც არა და აი ესეთმა ადამიანმაც ავაყვავე პირველივე წელს ანუ შარშან ამ დროს ხო ვიყიდე ეს ცოტა გვიან და ადრე აყვავდა ესენი მე მგონი ზუსტად იმ დროს აყვავდება როცა ვიყიდე როცა აყვავდება ჩვენი ციმბიდიუმები გაჩვენებთ ისევ ესე იგი თქვენ რა თქმა უნდა დაასხართ ამას ხოლმე სასუქებს სითბოს პერიოდში და ზამთარში რა ვიცი ვისაც გინდათ რომ დაასხათ მე მგონი შეგიძლიათ რომ დაასხათ მე სასუქების დასხმით ესენი ნამდვილად არ აყვავდა აი ეს ციმბიდიუმები თავისით აყვავდა შეიძლება რომ ვიყიდე მაშინ იყო იმდენად მოწამლული რომ გამოყვა ეს უხვი ვიტამინები თუ რა ეხლა დავიწყე ცოტა დღეს დავასხი მაგალითად და მთელი ზაფხული მერე ვაპირებ ოღონდ რო აყვავდება არ დავასხავ და როცა ჩაიშლება მერე როცა მოვიძლე ხოლმე დავასხავ ისე ვაპირებ რომ ქარხნული ვიყიდო იყიდება ხოლმე დომინოში ფორტე თუ არ მეშლება ხო და დავასხავ ასე ციმბიდიუმები გამოვიდა ჩემთან ეხლა ვაპირებ ვანდას ძალიან მეყვარს და თუ ვანდაც გამომივიდა მეგობრებო გამოსვლას ვეძახი რომ აი ესე აყვავდა 1 წლის მერე შენს სახლში სახლის ყვავილობა всё აწი ეხლა ამას რაღა გააფუჭებს დავტოვებ და ძალიან რო გამრავლდება და აღარ დაეტევა მერე გადავდგა მერე უკვე გავბედავ დაშლასაც ეხლა გადასმით გადარგულები მაქვს ესე აქვს გაჩრეტილები ქოთანი გამჭვირვალე ქოთანში ვამჯობინე იმიტომ რომ უყუროთ ხო მაგრამ ამას არ საჭიროებს გამჭვირვალე ქოთანი და მე ღრმადით მაღალ ქოთნებს უყიდი აი როგორიც აქ ოღონ მაღას და გადავსო რამელამაში ჯერჯერობით იყვნენ უფრო როცა იყიდით ჩემი
რჩევა ეს არის, რომ როცა იყიდეთ აი ესეთი, ბევრი ბულბები რო აქვს. რადგან შეიძლება იმიტომ, რომ ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვცდები, მაგრამ რომ გაყიდონ უფრო ბევრ ყვავილებად, ეხლა მე რო ესენი დავშალო აი ესე, გადავრგა სხვადასხვა ქოთნებში და გავყვიდო, ბევრ ფულს კი ავიღებ, მაგრამ მე იმ პატრონს გაუჭირდება, მე მგონი ამის აყვავება და საერთოდ მოვლაც და ისე ვხედავ ხოლმე, რომ იყიდება ზოგჯერ არის ერთი რაღაც ღინღილა ბულბები და ყვავის ლამაზი ყვავილი აქვს. იმეების ყიდვას მე არ გირჩევთ და აი ესეთი რო ვიყიდე მე, ნახეთ შემსჩა ესე ყვავი მშვენივრად. არც ერთი ბულბა არ გაუფუჭდა. ახლა მე რო სასუქებს არ ვაძლევდი და რაღაც მეგონა რომ ვერ შევძლებდი აყვავებას და ცოტა უგულოდ ვიქცეოდი, ამიტომ ისა. ამიტომ ცოტა თითქოს ისა არა აქ ესეთი დაბერილი ბულბები, მაგრამ ეს აქეთ რომელიც არის ახლა რო ყვავის, ეს ცოტა დიდი ჯიშიც არის სიმაღლით, ბევრად და ესენი შედარებით პატარა ჯიშებია. ეს უფრო პატარა ციმბიდიუმებია და ეს ძალიან დიდი. ეს. მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის.